ჩვენ სტუდიაში ნანა კაკაბაძე შემოგვიერთდა ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის თავმჯდომარე. ნანა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ სიტუაციის შეფასება. დღეს როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც აკეთებს და საჯაროდ პრინციპში შეიძლება ითქვას, როდესაც სასამართლოს ეზოში დადგები და საუბრობ იმაზე, რომ სააკაშვილი არ უნდა ჩამოსულიყო, რომ არჩევნები მართლა ნამდვილად წააგე და ეს იცოდი, რომ წაგებული ქონდა და პლუს ბევრი სხვა ის განცხადება, რაც მისი მხრიდან მოვისმინეთ, საბოლოო ჯამში მაშინ რით მართლდება მათი ქცევა, რომელსაც უახლოესი რამდენიმე თვეა ჩვენ უყურებთ არჩევნების შემდგომ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მაყურებელს და მინდა პირდაპირ გადავიდე პრობლემაზე, რომელიც მგონია, რომ ერთ-ერთი მთავარია ამ სიტუაციაში, ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ დღეს საქართველოში საქართველოს ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას განიხილავს და მის, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ლიდერს, დღეს პატიმარს განიხილავს როგორც პოლიტიკურ ძალას და როგორც პოლიტიკურ ფიგურას. არადა რეალობა არის აბსოლუტურად სულ სხვა და საქართველოს ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას უჭირს აი ამ რეალური შეფასების თქმა, თუ არ ვიცი, რაღაც პრობლემის გამო ხდება, რომ არ ფასდება რეალურად ეს რა არის. ჩვენ თუ ავიღებთ, ეხლა თავი დავანებოთ, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს დღეს სასამართლო პროცესზე და როგორც ის იქცევა, მე მგონი, რომ საკუთარ მომხრეებსაც კი რაღაც თუ კი მათ საერთოდ აქვთ იმის უნარი, რომ დაინახონ, იმიტომ რომ საერთოდ იზმი ეს არ არის ბუნებრივი მოვლენა, იზმი ეს არის რაღაც გადახრა. არ შეიძლება ადამიანს ხელისუფლება გიყვარდეს, ან ხელისუფალი გიყვარდეს და იყო ფანატიზმში. ეს უკვე ავადმყოფური გადახრაა და მე არ ვლაპარაკობ ადამიანებს, რომელსაც აქვთ ესეთი გადახრები, ვიღაცის ისტები ხდებიან სხვადასხვა პერიოდში. მე ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომელსაც აზროვნების და სწორი ორიენტაციის უნარი აქვთ, ალბათ მათ აეხილათ თვალი, თუ ვინმე იყო რაღაც გაუგებრობაში ამ პროცესზე, მათ აეხილათ თვალი, თუ რა ფიგურასთან გვაქვს საქმე, ანუ ადამიანთან, რომელიც აბსოლუტურად არ ცნობს, არ აღიარებს და ვერ აცნობიერებს მის უკანონო ქმედებებსაც. ესეთი კრიმინალიც კი თქვენ იცით, რომ მე თავის დროზე თვითონ ვიყავი ციხეში და ბუნებრივია ეს ციხე საბჭოთა პერიოდშიც ასევე კრიმინალებიც იყო, ხო? და შემდგომ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მონიტორინგებს ვაწარმოებდი ციხეში და ანუ ყველანაირ კრიმინალს შევხვედრი ვარ. ანუ კრიმინალებიც კი აცნობიერებდნენ იმას, რომ დიახ ჩადიოდნენ დანაშაულს და რომ კანონის დაარღვევა ეს იყო დანაშაული. სააკაშვილის შემთხვევაში ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ის ამის გაცნობიერების უნარს მოკლებულია. იცით, ვერ იტყვით, რომ ის აპარაკობს ამას პიარისთვის. არის, რა თქმა უნდა, ის 99.9 მისი საუბარი არის პიარზე, მაგრამ ქმედებები, რომელსაც ის აკეთებს, უკვე ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის აცდენილია პოლიტიკას, პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ქმედებებს და ის პირდაპირ ჩამოყალიბებულია როგორც კრიმინალი. რატო? ადამიანი, როდესაც მოსამართლეს ეუბნება პირდაპირ ეთერში, რომ სკამი, რომელზედაც შენ ზიხარ, ის არის ჩემი ნაყიდი, მაგიდა და ეს გისოსებიც თუ კლეტკები, როგორ მოიხსენი, აღარ მახსოვს ზუსტად, არის ჩემი ნაყიდი. ანუ პიროვნება ვერ აცნობიერებს საკუთარი ფული და ბიუჯეტის ფული რა ზღვარია ამ ურში და ესე იგი მას წარმოუდგენია, რომ ის იყო მომხვეჭელი, მას ჰქონდა დაპყრობილი ქვეყანა, ძალაუფლება და ის ბიუჯეტი, რომელი ბიუჯეტითაც თუნდაც სკამს ყიდულობდა, შვილს რო აფინანსებდა და ცოლს აჭმევდა, თვითონ რასაც იძახის, მე არ ვიძახი ამას, ხო? იძახოდა, რომ 2/3 სანდრამ შეჭამაო ეს ფულიო და ეს ამოუღეს ბრალდება, სადაც პირდაპირ წერია, რომ შვილებს, ანუ ის ამას ვერ ამის პარალელურად მისი გუნდი აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, სადაც უნდა, ასე ვთქვათ, შეისწავლონ წამება და არაადამიანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ. ხო, ეს მოთხოვნა რამდენად ადეკვატურია? შემთხვევაში გუნდის ადეკვატურობა. ეს არის გაგრძელება, რომ ესენი ყველანი, აი ეს კრიმინალური ჯგუფი, რომელიც დღეს თავს პოლიტიკურ ძალად და ოპოზიციურ ნომერ პირველ ოპოზიციურ ძალად აცხადებს, ესენი ყველა ერთნაირი მენტალობისაა, როგორ შეიძლება კაცს ყავდეს კრიმინალი, არ რაღაცა კანონიერი ქურდი, ან კანონიერი ქურდი მათ რაღაც ღირებულებებს და რაღაც კანონებს ისინიც ექვემდებარებოდნენ. ეს არის
ყველანაირად მიღმა, კანონს მიღმა, ყავდეს ლიდერი და შენ იყო ამ დროს რაღაც პოლიტიკურ თამაშებში. ესენი ყველანი ერთად არიან ერთი და იგივენი. ისინი პოლიტიკას თამაშობენ, პოლიტიკას იყენებენ საფარად, ნიღბად, რეალურად. იმიტომ რომ ღიად რომ მათ კრიმინალად დაირქვან თავისინი ძალაუფლებას ვერ ჩაიგდებენ. ანუ მათ კრიმინალური გზით მოახერხეს ძალაუფლების ხელში აღება და ეს 2003 წლიდან ხდება, რომ ისინი კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, დარღვევით და ანტიკონსტიტუციური გზით იპყრობენ ძალაუფლებას და ყველა შემდგომი მათი ქმედება იყო ძალაუფლების უზურპაცია. მე მაინტერესებს და დღესაც იგივე გრძელდება. გასაგებია, ეხა ისინი წავიდნენ უკრაინაში და ცდილობენ რომ რაღაცნაირად იქედან დაძრან თემა, რომელიც სააკაშვილს და მის გათავისუფლებას თუ არა უკრაინაში გადაყვანას მაინც ეხება. ამ პროცესში რას უნდა ველოდოთ, მათგან ეს არის ყველაზე საინტერესო. ხომ არ მოხდება ისე, რომ რამენაირად შეეცდებიან საქართველოს-უკრაინის ურთიერთობის დაძაბვას? მათი ძალაუფლების ერთადერთი საშუალება არის დესტაბილიზაცია ქვეყნის. ქვეყნის ჩამოშლა, რასაც ისინი ღიათაც აცხადებენ, ანუ ამას ყველაფერს უბრალოდ სწორი აღქმა ჭირდება, თუ ისინი იძახიან, რომ ქვეყანა უნდა ჩამოიშალოს, ინსტიტუტები უნდა ჩამოიშალოს და ასე შემდეგ იძახის, რომ არ დაემორჩილოთ სააკაშვილი და მის არ დაემორჩილოთ ჯარს მოუწოდებენ, პოლიციას მოუწოდებენ. ანუ მათი ერთადერთი ესე ვთქვათ, საშუალება დაეუფლონ ძალაუფლებას, ეს არის ქვეყნის ჩამოშლა. ანუ მათი ნებისმიერი ვოიაჟი იქნება ეს უკრაინაში წავლენ ისინი თუ მთვარეზე გაფრინდებიან, ყველას აქვს ერთადერთი მიზანი, ყველა მათ ქმედებას. ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა. მხოლოდ ჩამოშლილ, მხოლოდ დანგრეულ საქართველოში არის იმის საშუალება, რომ მათ დაიპყრონ ქვეყანა. თუ ქვეყანა იდგება თავის სიმაღლეზე, თუ მას გააჩნია, თუ მას ეყოლება ხელისუფლება და სახელმწიფო იარსებებს, ისინი ვერასოდეს ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. ამიტომაც ვფიქრობ და ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის არაპოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკური გზით არჩევნების და პოლიტიკური აექრობისა და დაპირისპირების გზით ცდილობს ძალაუფლებაში მოსვლას. არამედ მათ მხოლოდ ერთადერთი საშუალება აქვთ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს არის კრიმინალი, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. საქართველოს როგორც ესეთი გეოგრაფიული მდებარეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ სახელმწიფო არის, სახელმწიფო ებრძვილს კრიმინალს, ხო, თავისთავად და მათ შორის მათაც დაუწყებს ბრძოლას. ამიტომ მათ უნდა ჩამოშალონ ქვეყანა, რომ დაიპყრონ ძალაუფლება. აი ეს მიდგომა უნდა კონდეს ხელისუფლებას, მათ უამრავი ამის მტკიცებულებები გააჩნიათ, თუნდაც წარსული მათი ცხოვრებიდან თუ საქმიანობიდან, თუნდაც დღევანდელი საქმიანობიდან და მე მიკვირს, რომ ამისი რეალურად გამოყენება არ ხდება ამ ქვეყნის სასიკეთოდ, არ ხდება ამ საზოგადოების და აქ მოქალაქეების სასიკეთოდ, არ ხდება იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბარი, რასაც ისინი აკეთებენ და მათაც აქვთ ის ნარატივი ხელისუფლებას გულისხმობა. ეხლა ჩემთვის ძალიან ღრმად პატივცემულ გიას უსმენდი და მათაც აქვთ ის ნარატივი, რომ ამას როგორც ესენი ფუთავენ კრიმინალს პოლიტიკით, ესენიც ისე განიხილავენ. თქვი პირდაპირ ეს რაც არის. ეს არის კრიმინალი, ეს არ არის პოლიტიკა.